მოგესალმებით ღვთისმშობლებო, ვისაც გულწრფელად გინდათ შეიცნოთ, შეიგრძნოთ ცოცხალი ღმერთი, ჩვენი შემოქმედი, მაშინ მის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს უნდა აქცევდეთ ყურადღებას. ნახოთ ერთი ასეთი მონაკვეთი, საიდანაც ჩანს თუ რა შემთხვევაში გაგვიმჟღავნებს თვითონ ღმერთი თავის თავს და მხოლოდ რა შემთხვევაში შევძლებთ მის შეცნობას, რადგან ღმერთი არაგულწრფელ ყალბ ადამიანებს თავის თავს არასოდეს უმჟღავნებს. ოსია წინასწარმეტყველს თუ ნახავთ, მეორე თავის 21-22 მუხლს დაურთავ. მოდით ჯერ 22 მუხლს მივაქციოთ ყურადღება. აქ ზეციერი მამა გვარწმუნებს, რომ მისი შეცნობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი თავად ის აგირჩევთ თქვენ. რადგან ის თვალს ადევნებს ჩვენი გულების მდგომარეობას და თავს გვიცხადებს, თავის თავს გვაპოვინებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენში ხედავს, რომ მივყვებით მის ამ სამ მოთხოვნას. პირველი, ესაა სიმართლე და სამართლიანობა, მეორე, წყალობა, იგივე გულმოწყალება და მესამე, სიყვარული. თუ ჩვენში პოულობს აი ამ სამ თვისებას, მაშინ ის ჩვენ გვწინდავს, ნიშანს გვადებს და თავის თავს გვიმჟღავნებს, თავად გვეხმარება მის შეცნობაში, მის გაცნობაში, მასთან დაახლოებაში. ამიტომ თუ გასული ვიდეო რგოლები არ მოგისმენია, შემოდი იესოს ფოტოზე დაწკაპუნებით, ჩემს აი ამ პირად გვერდზე და მოისმინეთ რიგით 71 ვიდეო, სადაც განვიხილეთ თუ რას ნიშნავს სიმართლე და სამართლიანობით ცხოვრება და ამას ბლოკავენ იმისთვის, რომ არ ნახოს მასიურად ხალხმა. ამიტომ უნდა შემოხვიდე ჩემ პირად გვერდზე და შენ თვითონ ნახო ეს რიგით 71 ვიდეო რგოლი და გახსნა და ასევე რიგით 72 ვიდეო რგოლი, სადაც განხილულია თუ რას ნიშნავს ვიყოთ მწყალობლები, იგივე გულმოწყალეები. ეს რიგითი ნომრები ფრჩხილებშია მოცემული. აი ეს ვიდეო კი რიგით 73-ია და აქ ვისაუბრებ მომდევნო თვისებაზე თუ რაში და როგორ ავლენს ჩვენი შემოქმედი ჩვენს მომართ სიყვარულს და ჩვენ მისმა ქმნილებებმა როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ჩვენ ზეციერ მამას სიყვარულში და ავირეკლოთ მისი ეს მთავარი თვისება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ღმერთს ჩვენი სიცოცხლის შემოქმედს ვერ ხედავთ, რა მტკიცებულებები გაგვაჩნია, როგორც მთელი რიგი აი ეს ფაქტების ერთობლიობა, რაც აშკარად ხელშესახებია და რაზე დაკვირვებითაც ხვდებით, რომ ღმერთი სწორედ ამიტომ გახდა შემოქმედი, რადგან მას სხვაგანად არ შეეძლო, რადგან მან ასე გამოხატა სიყვარული თავისი შემოქმედებაში. და ვნახოთ წმინდა წერილში მაგალითად აგე რომაელების წერილი პირველი თავის 20 მუხლი რა იკითხება აქ დავაკვირდეთ, ვიგებთ რომ ღმერთის პიროვნული დამახასიათებელი თვისებები მის ქმნილებებზე დაკვირვებით ცნაურდება. ეს ახლა ძველი ქართული სიტყვა, ეს თარგმანი საპატრიარქოს ხშირად იყენებს ძველ ქართულ სიტყვებს და ადამიანების უფრო ძნელია ხოლმე ჯობია თანამედროვე თარგმანები იკითხოთ. მაგრამ მოდი ავხსნათ, ეს ცნაურდება, ეს ნიშნავს რას, რომ ნათელი ეფინებაო, აშკარავდებაო, თუ როგორია ჩვენი შემოქმედი. და თუ ახლა ყურადღებით ვაკვირდებით ნებისმიერ ქმნილებას დაწყებული აი ამ მწერებიდან, მაგალითად იქნება ეს ყვავილებზე მოფარფატე პეპელა, თუ დიდი ლურჯი ვეშაპი, რომელიც მიუხედავად თავისი სიდიდისა, ლამაზად აკეთებს ნახტომს ოკეანეში. აი ამ ყოველივეს ყურებას ახტაცებაში მოვყავართ ხოლმე. ყველა ქმნილება თავის მხრივ გვაოცებს ჩვენ თუ მათ ვაკვირდებით, ხო რატო ცდილობენ ხოლმე, რომ სახში იყოლიონ ადამიანებმა ძაღლი, კატა, ხო, მსგავსი ქმნილებები, ხო, ახლა არის ციყვები ყავს ზოგს, წავი ყავს სახში ზოგს, ენოტები და ასე შემდეგ. და ალბათ თვითონ ქმნილებაზე პირადად ახლა ბუნებაში თუ არ გინახიათ ახლოს და მათთან ესეთი ურთიერთობა არ გქონიათ, ალბათ ადევნებთ ხოლმე სოციალურ ქსელებში თვალს და როგორ ასიამოვნებენ ხოლმე თავიანთ პატრონს და როგორი სასიამოვნოა ხო აი ამ ვიდეოების ყურება და წკერა აი ამ ქმნილებებზე დაკვირვება. სწორედ ამისაკენ გვიბიძგებს ჩვენ ეს მონაკვეთი წმინდა წერილისა, რაც ახლა წავიკითხეთ აგერ რომაელების პირველი 20, რომ ყურადღებით დააკვირდითო ყოველივეს თქვენს ირგვლივ არსებულს და ეს ყველაფერი წარმოდგენას შეგიქმნითო შემოქმედის თვისებებზეო. ის რომ შემოქმედება ღმერთის სიყვარულის გამოვლინებაა თავად. და ჯერ კიდევ ბიბლიის პირველივე ფურცლიდან ვიგებთ ჩვენ ამას აგერ დაურთავ კლავად დაბადების მეორე თავის 27, 28, 29 მუხლებს. აქ გასაგებად იკითხება, რომ ჩვენ არა მარტო თავის მსგავსებად შევქმნა, რომ ავირეკლოთ მისთვის დამახასიათებელი თვისებები, რაც 27 მუხლში იკითხება.
ასევე შექმნა ჩვენ ხუთი გრძნობით, ხო, რომლითაც ჩვენ აღვიქვავთ ამ ყველაფერს ჩვენ სირბლე, ხო, ამ სმენის საშუალებით, ყნოსვის საშუალებით, დაგემოვნების საშუალებით, შეხების საშუალებით და ეს ყველაფერი გვეხმარება აღვიქვათ ის შემოქმედებაც, ხო? ჩვენ ასე ვართ შექმნილი, უბრალოდ კი არ შექმნა რომ ვიცოცხლოთ, არამედ შექმნა იმისთვის რომ დავტკბეთ სიცოცხლით და აი ამ ყველაფერით. და სწორედ ამას მოწმობს აგერ შემდეგ 28-29 მუხლები თუ აკვირდებით, იმას ვიგებთ რომ ეს ყოველივე რაც კი არსებობს, ცოცხალი თუ არა ცოცხალი, ჩვენთვის შექმნა. ჩვენ შეგვიქმნა, რათა გავეხარებინეთ. თუ ახლა აი ამ წუთებში ამას იაზრებ, უკვე ბედნიერად უნდა გრძნობდე თავს, რადგან ასეთი მზრუნველი და მოსიყვარულე მამა გვყავს. და ჩვენი ტკბობა აი ამ გარემოში სხვა ქმნილებებთან ჰარმონიაში თანაცხოვრება მარადიულად უნდა გაგრძელებულიყო. ჩვენ ხომ ყველა მის ქმნილებას, ყველა მწერს, ფრინველს, თევზთა სახეობას თუ ცხოველებს ახლო უნდა გავცნობოდით. და ისინი კი მილიონობითაა და მათ მთლიან ჯამში ხო რამდენი ცოცხალი არსება მთელს პლანეტაზე და მათ თითოეულის შესწავლა, გამოკვლევა მილიონობით წელს მოითხოვს. აქედან ჩანს, რომ ჩვენ მარადისობისთვის ვიყავით შექმნილი, ეს მონაკვეთი ამაში გვარწმუნებს, რომ არა ზეციერი მამის წინააღმდეგ წასვლა და მისი ერთ-ერთ მტერთან, სატანა ეშმაკთან გარიგებაში შესვლა და ზეციერი მამის წინააღმდეგ ამბოხების მოწყობა. აი ეს საკითხები დეტალურად განხილული მაქვს ჩემს გვერდზე, განთავსებული ვიდეოებში და თუ არ მოგისმენიათ, აუცილებლად შემოდით და მოისმინეთ, რომ გაერკვეთ ამ ყოველივეში თუ რა ხდება კაცობრიობის თავს. და ამის შედეგად აგერ უყურებთ მთელ მსოფლიოს ისტორიას, ჩვენ თვალწინ მიმდინარე პროცესებს, თუნდაც ჩვენს ქვეყანაში რაც ხდება თუ სადამდე დაეცნენ ადამიანები. ჩვენი ზეციერი მამის სიყვარული ჩვენდამი იმაშიც გამოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა რომ მან აი ეს დროებით დაუთმო დედამიწაზე პარპაში ეს სიტყვა რომ გამოიყენო აი ამ მეამბოხე ქმნილებას სატანა ეშმაკს და ამავე დროს მისი მოთხოვნას რომ ადამიანებისთვის აი ესეთი თავისუფლება მიეცა რომ თავად ეცადათ მართლობები და დავერწმუნებინეთ ეს ამიტომ გააკეთა იმაში რომ ზეციერი მამის გარეშე შეუძლებელია ბედნიერებას მივაღწიოთ, რადგან ჩვენ ესე ვართ შექმნილი, დამოკიდებული ვართ ზეციერ მამაზე და მის გარეშე ბედნიერები ვერასოდეს ვერ ვიქნებით, მაგრამ ღმერთმა ეს იმიტომ დაუშვა, რომ ჩვენ ამაში დავერწმუნებინეთ, ესეც მისი სიყვარულიდან გამომდინარეობს. და სწორედ აი ეს საკუთარი თავებით თუ ოჯახებით ჩვენ ვწმუნდებით, რომ მაინც და მაინც არ შეგვიძლია მართოთ რაღაც სიტუაციებში, ხო, უსუსურები ვართ, თუ მისგან არ მივიღეთ ხელმძღვანელობა. და ეს გაწერილია მისი ეს ხელმძღვანელობა წმინდა წერილებში და მე ესენი მიდევს ჩემს გვერდზე. თუნდაც ეს რომ დაუშვა, ხო, რომ ჩვენ მოგცა ამისი უფლება თავად გვეცადა რაღაცები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ტკივილი მოუტანეთ საკუთარ თავებს, ხო? ანუ გულისხმობ, რაც ადამიანი მართლობს პლანეტაზე, რამდენაირი მართლობის ფორმა მოსინჯა, რომელმა გაამართლა. და ჩვენ და მის სიყვარულის გამო გააკეთა ეს და არ მოსპო მან მთლიანი კაცობრიობა, თუმცა ეს შეეძლო, ხო, ეს განდგომილი მეამბოხი კაცობრიობა დაესაჯა. არამედ გაატარა ღონისძიება, რომ აი ამ ღონისძიების შესახებაც მე უკვე მიდევს ჩემს გვერდზე, თუ არ მოგისმენიათ, მოგიწევთ რომ შემოხვიდეთ და მოისმინოთ, ეს რიგით 38 ვიდეო რგოლია და ესეც იმის მაჩვენებელია, რომ მას ყველა მისი ქმნილება ისევე უყვარვართ, ოღონდ ის ემზადება გადაარჩიოს, ეხლა გადარჩევის პროცესი მიდის, როგორც წყემსები რომ აკეთებენ ხოლმე, ნიშანს რო ადებენ ხოლმე ჯანმრთელ ცხვარს ცალკე და ავატყობს ცალკე რო აცალკევებენ. აი ამის მსგავსი და რაზეც მე დასაწყისშიც მოიხსენი, აი ეს სამი თვისება რწმენასთან ერთად, რო წავიკითხეთ, ხო, ეს უნდა ახასიათებდეს ყველა მის ამორჩეულს, ამ ნიშნებით არჩევს ღმერთი. მოდით ნახოთ ეს სიყვარულის ეს დიდი გამოვლინება თუ რა იყო. შევიხსენოთ, რომელიც ღმერთმა გარდა ამ შემოქმედებისა და გარდა იმისა, რომ ჩვენ შექმნა, ამაში თავად ღმერთის სიყვარული ჩანს, რომ ისი ქმნილებები ვართ, ნახოთ კიდევ რა ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ აი ეს ამბოხების მიუხედავად ჩვენ მასთან კვლავ დაუბრუნებულიყავით. და რაზეც მე ვისაუბრე დაწვრილებით 38 მუხლში, ეს არის იოანეს სახარების მესამე თავის 16 მუხლი. აქედან ვიგებთ რა დონემდე უყვარვართ ღმერთს ადამიანები. ასე იწყება, ისე შეიყვარაო ღმერთმა ქვეყნიერებაო, ხო? ანუ ქვეყნიერებაში იგულისხმება ყველა ერის, ყველა ფენის, ყველა სქესის თუ ყველა რელიგიის ადამიანი.
არა აქვს მნიშვნელობა, არ ასხავებს ღმერთი თითოეული ინდივიდუალურად უყვარს ყველა და აი ამ სიყვარულის გამო რა გააკეთა ახლა აქ ვკითხულობთ. აქ საუბარია იმ ღონისძიებაზე თუ რატომ იყო საჭირო იესოს შეწირვა, რათა ყველას ეს გაუჩინა ღმერთმა ეს პერსპექტივა განურჩევლად მიეცა ყველასთვის პატიება იმ ამბოხების გამო და იმ ცოდვის გამო რასაც გენებით დღემდე ატარებენ ადამიანები პირველი წვილისაგან რაც გადმოგვეცა აი ეს ნაკლი და რითიც ეშმაკმა ფაქტიურად ითქვას რომ დაავადა მთელი კაცობრიობა აი ამის გამოსასწორებლად გააკეთა ღმერთმა ეს ღონისძიება რომ აი ამ მდგომარეობიდან გამოსულიყავით და ზეციერ მამასთან დაუბრუნებულიყავით თუ რატომ მაინც და მაინც აი ამ სახით თავისი ძის შეწირვით ეს უკვე როგორც გითხარით 38 მუხლში მაქვს ახსნილი ამაში მოუბრუნდეთ ახლა კვლავ აი ამ აზრს თუ რა გააკეთა ჩვენმა ზეციერმა მამამ თავისი სიყვარულიდან გამომდინარე ჩვენს მომართ მთელი კაცობრიობის მომართ მაგრამ რა სამწუხაროა ახლა ის რომ აი იესოს მიერ აი ამ გაღებული ეს მსხვერპლი რაც იესომ გაიღო ყველაზე არ იმოქმედებს თუ რატომ აქვია პასუხი ღმერთმა ყველასთვის კი გაიღო მაგრამ მხოლოდ ისინი მიიღებენ მარადიულ სიცოცხლეს მარადიულ სამყოფელში ვინც რწმენას გამოავლენს აი ამ ღონისძიების მიმართ რაც ღმერთმა გააკეთა და ვინც მეტად გაერკვევა აი ამაში თუ რა ღონისძიება იყო ეს რომ მარადიული სიცოცხლე ეს არის ღმერთის დაპირება, რაც თავდაპირველად დაპირდა, რაც უნდა ყოფილიყო, იმას მოიყვანს სისულეში სწორად იესოს მეშვეობით, მისი მსხვერპლის მეშვეობით და მისი სამეფოს მეშვეობით, რომლის მეფედაც თავად იესო ქრისტეა დანიშნული და ესენი ჩემს გვერდზე დევს თუ როგორი იქნება მერე იესოს მეორედ მოსვლის მერე ჩვენი პლანეტა როგორი გახდება ეს 28-დან 38-ის ჩათვლით შეგიძლიათ მოისმინოთ ეს ვიდეო რგოლებიც. და აქ დავაკვირდეთ ახლა რას ვიგებთ აი აქედან რომ ეს ღონისძიება მხოლოდ რწმენა რომ გამოხატო ამ ღონისძიებისას საკმარისი არ არის რითიც დავიწყე მე ეს ვიდეო გვახსოვს ის თვისებები ალბათ მისი სიმართლე მისი სამართლიანობა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ ასე უნდა ვიცხოვროთ გულმოწყალეები უნდა ვიყოთ ასხვების მიმართ ხო რაზეც მე გითხარით რომ 71 და 72 ვიდეოებში მოისმინეთ ეს თუ არ მოგისმენიათ და ამისათვის მოდის ახლა გადავინაცვლოთ აი ამ მოციქულის ახლა ხო იოანეს 3:16-ს ვკითხულობთ იოანეს პირველ წერილზე ახალ თქმაშია აქვე მინდა მოგიწოდოთ ვისაც ეს არ აგაქვს ჯერ ბიბლიის კითხვა დაწყებული სწორედ მაშინ აგერ იოანეს პირველი წერილით დაიწყეთ კითხვა სულ რაღაცა ფურცელ ნახევარია ეს წიგნი და გაიგებთ თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი აი ამ წერილში აღწერილი ანუ ქრისტეს მიმდევარი ქრისტეს მიმბაძველი იოანეს პირველი წერილის მეოთხე თავის 9-დან 12-ს დაურთავ მეცხრე მუხლი აქედან ვიგებთ ფაქტის ერთობლიობაზე ამახვილებს ყურადღებას თუ საიდან ჩანს რომ ღმერთს უყვარ ვართ რითი და როგორ დაგვიმტკიცა მან ეს სიყვარული ადამიანებს და მეათე მუხლი გვიხსნის რომ პირველი ნაბიჯი ჩვენმა შემოქმედმა უზენაესმა ღმერთმა ჩვენმა ზეციერმა მამამ თავად გადმოდგა ჩვენთან შესარიგებლად მიუხედავად იმისა რომ მას არ უწყეინებია ხო ჩვენთვის არამედ ჩვენ ადამიანებმა უღალატეს ადამიანებმა შეაქციეს ზურგი ამბოხება მოუწყეს ხო და ჩვენ ღირსები არ ვიყავით მაგრამ მიუხედავად ამისა მამამ გადმოდგა ეს ნაბიჯი იმიტომ რომ ძალიან უყვარვართ მას თავისი ქმნილებები ხო და ჩვენს გვაძლევს აქედან რაღაცას მაგალითს მან კი შემოგწირა ძე სწორედ აი ამისათვის რომ აი ეს ღონისძიება გაეტარებინა და დავებრუნებინეთ აი ამ ღონისძიების მეშვეობით კვლავ თავისთან რომ ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს აი ამ მოსიყვარულე ზეციერ მამას თუ როგორ უყვარვართ ჩანს ხო აქ მაგრამ აქვე ეს დიდი მაგრამ მინდა გამოვყო ვისაც გვინდა რომ ღმერთმა მიგვიღოს ჩვენც უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი ის თუ დგავს ჩვენკენ ნაბიჯს ჩვენც უნდა გადავდგათ მისკენ ნაბიჯი აი ამ სიყვარულში უნდა შევიდეთ იმ სიძულვილით ახსავსე გარემოდან უნდა გამოვიდეთ რომ დავაღწიოთ აი ამ სიძულვილის გარემოს თავი იმ ბინძურ კამპანიებს ასაც აწარმოებდნენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება ვის მიმართ აღვივებენ სიძულვილს და ჩვენ პირიქით სიყვარულით უნდა შევაბიჯოთ აი ამ გარემოში რომელსაც ღმერთი გვპირდება აი ამ ღონისძიების მეშვეობით
თუ როგორ ხდება ეს შემდეგი მუხლები გვეუბნება ამას, მე-11 მუხლიდან ვიგებთ თუ რისი მაგალითი მოგწვა მამამ, რომ ჩვენც ადამიანებმა უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი, მე-12 მუხლი გვანახებს, რომ სწორედ ასე აღსრულდება სიყვარული, თუ შევიყვარებთო ერთმანეთს ადამიანები, ეშმაკმა მაგიტომ დაყოს სწორედ ადამიანები და მაგიტომ ყოფს, მისი მიზანი ეს არის, რომ დაყოს იბატონოს ადამიანებზე და ადამიანები ერთმანეთში აომოს, დააპირისპიროს და ეს კარგად ჩანს რუსეთის მეშვეობით, ხო? რადგან ჩვეულებრივ პუტინი, მისი ეს თავისი პრავოსლავნური რელიგია, ჩვეულებრივი სატანის რელიგია არავითარი საერთო არ აქვს ამ რელიგიას ღმერთის მართებულ თაყვანისცემასთან და მის მართებულ განდებასთან. შეიძლება ითქვას, რომ ეშმაკის არმია, პუტინის არმია. და ამიტომაც ამავე თავში, ნახეთ, დავაკვირდეთ იგივე ამ იოანეს პირველი წერილის შემდგომ თავში, რას ვკითხულობთ. მე-20-21 მუხლები. უფრო ღრმად გვახვედრებს აი ეს მონაკვეთი, რომ ვერ შეიცნობენო ღმერთს ასეთი ადამიანები, თუ რატომ? აქ გამოყოფილია ეს აზრი, ხო? ღმერთი თავის თავს ცრუ მარქვიებს არასოდეს გაუმჟღავნებს. ძალით თუ ვითომ ქრისტიანებს, ვისაც სძულთ თავისი თანამოქალაქე, თავისი თანამორწმუნე, თავისი თანაუბნელი, თავის გვერდით მყოფი ადამიანი, რომელსაც ხედავს, ხო? და სძულს. ასეთი ცრუ პენტელები ვერ მიიღებენ ღვთისაგან ვერც მარადიულ სიცოცხლეს და მით უმეტეს ვერც მის აღთქმულ აი ამ დანაპირებს. აქ ამაზეა საუბარი ზუსტად. იგივე ნახოთ იგივე ამ წერილში, თუ გადავალთ იოანეს, აგერ შემდეგი წერილი მე-3 თავის მე-11 მუხლები, ეს მიაქციეთ ყურადღება, უფრო მეც გვეუბნება. ესაო კრიტერიუმი ადამიანების გულის დასაწინდად, ანუ ნიშნის დასადებად, ამოსაცნობად, თუ ვინ დგას ღმერთის ხარეს და ვინ სატანა ეშმაკის ხარეს. ძალიან მარტივია, ვისაც ამაში გარკვევა გვინდა. დააკვირდით, დღევანდელი სასულიერო პირები ჩვეულებრივ ეშმაკის პოზიციებზე დგანან და არა ქრისტეს ხარეს აი ამ ნიშნებით.